რუსეთში ნოვოსიბირსკის ოლქში ცხოველთა ინფექციური დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება სულ უფრო არასტაბილური ხდება. რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ადასტურებს, რომ რეგიონში ცოფი და პასტერელოზია გავრცელებული. პასტერელოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც შესაძლოა ცხოველიდან ადამიანზეც გადავიდეს, თუმცა როგორც წესი, შედარებით მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს და მაღალი ლეტალობით არ ხასიათდება. მიუხედავად ამისა, რეგიონში უკვე გამოცხადებულია კარანტინი და პირუტყვის მასობრივი ხოცვა დაწყებული, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეზობელმა სახელმწიფოებმა ყირგიზეთმა, ყაზახეთმა და ბელარუსმა მკაცრი ვეტერინარულ-სანიტარული შეზღუდვები დააწესეს. მედიის ცნობით, რუსეთში უკვე დაიწყო ადგილობრივი ფერმერებისთვის პირუტყვის ჩამორთმევის პროცესი. ნოვოსიბირსკის ოლქში გამართული სამუშაო შეხვედრების შედეგად სახელმწიფო მხარდაჭერის მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის პირად მეურნეობებში წარმოების შემოსავლების შენარჩუნება განისაზღვრა. მსხვილ ბიზნესთან შეთანხმებით მოსახლეობისთვის უკვე მომზადებულია 4000-ზე მეტი აცრილი პირუტყვის სულადობის აღსადგენად. განსაკუთრებული ყურადღება კი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა მეურნეობებს დაეთმობა. მიუხედავად იმისა, რომ პირუტყვის ჩამორთმევა იძულებითი და მძიმე გადაწყვეტილება იყო, ხელისუფლება და ადგილობრივი ბიზნესი ყველა რესურსს გამოიყენებენ, რათა დაზარალებულმა ადამიანებმა საკუთარი წარმოების სრულფასოვნად განახლება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე აქცენტს შედარებით ნაცნობ ინფექციებზე აკეთებს, მეზობელი ქვეყნების მიერ დაწესებული მასშტაბური ბლოკადა მიანიშნებს, რომ საფრთხე შესაძლოა იმაზე სერიოზული იყოს, ვიდრე ოფიციალურ განცხადებებში ჩანს. შექმნილ ვითარებაზე განმარტებას აკეთებს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოც. უწყების ცნობით, ქვეყანაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის იმპორტი მკაცრად კონტროლდება. რუსეთში არსებული ვითარება საქართველოსაც აისახება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყს სწორედ რუსეთიდან ყიდულობს. ხორცის ადგილობრივი წარმოება არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 47%-ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მოხმარებული ხორცის ნახევარზე მეტი იმპორტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, რუსეთში ცხოველებში ეპიდემიური აფეთქების გამო საქართველოში ხორცის დეფიციტი და ფასის ზრდა ამოსაოდნელი. ფერმერი გურამ ბიჭიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მომდევნო 2 თვის ჭრილში საქონლის ხორცის ფასის მინიმუმ 20-25%-იანი ზრდა ამოსაოდნელი. მისი თქმით, ფასების მატება პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ცოცხალი პირუტყვის იმპორტის შეჩერებასთან. ფერმერი განმარტავს, რომ რუსეთიდან საქართველოში პირუტყვი უკვე 2 თვეზე მეტი აღარ შემოსულა. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინიდან იმპორტი ლოგისტიკური სირთულეების გამო ფაქტობრივად შეწყვეტილია, ბაზარზე დეფიციტის შექმნა გარდაუვალია. რუსეთიდან თუ არ შემოვიდა საქონელი, აქ ადგილობრივი კვლავ-წარმოება ამას ვერ დააკმაყოფილებს, ეს გამორიცხული სერიოზული კრიზისი იქნება. ყველგან არის უკვე ეს ისედაც სასონხეთში უკვე $10 ბაგური ხორცი, ჩვენთან რომ 24 ნახევარი ის ლარში უკვე $10 3 ლარით მეტი ის. რუსეთში თვითონ გაეწია უკვე საქართველოს ფას თითქმის 22 ლარი 22 ნახევარი ის ხორცი. 22 ნახევარი ხორცს რო დაამატებთ ბერეგეს და რასთან მიდიხართ, ეხლა თქვენ დათვლით მარტივად დათვლის ყველა ხო ამ ყველაფერს. მე ამ წუთას ფერმა მაგ გამზადებული 2000 სულზე, მაგრამ მოზარდი საქონელი ფიზიკურად არ არის საქართველოში. ჩვენ კიდევ მოზარდს კიდევ ყირითით არაბეთში და იმაში რისი გაკეთებაც საერთოდ დამღუპველია ამ სფეროსთვის. მე არ მჯერა, რომ აღნიშნული დაავადების გამოა ეს ამბავი ატეხილი. ასე ეხმაურება აგროქიზიყის დამფუძნებელი რუსეთში არსებულ ვითარებას. ბექა გონაშვილი BMG-სთან ხორცზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს და განმარტავს, რომ მაღალი მოთხოვნიდან და მცირე მიწოდების პირობებში მომდევნო 5-6 თვიან პერიოდში ფასების 10%-იანი ზრდის მოლოდინი აქვს. რუსეთში თურქული წინა წლებშიც ჰქონდათ ეგ ერთი, მეორე არსებობს ვაქცინაცია და შეუძლეთ რომ აცრან. ეგაც არის. მესამედ ცხოველი ამ დაავადებებს ეხლა თურქულზე რაც ვთქვით, ამას თუ გადაიტანს, მას 6 თვე მაინც ანტისხეული უჩნდება და პირიქით ის უფრო ესე ვთქვათ აღარ ავადდება. აი, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეხლა ცოტა ესეთი საკითხი არის ეგ რა, რაღაცა ამჯერა, მაგრამ იმის გამო, რომ ბელარუსიამაც აკრძალა და ბელარუსიამაც აქ შეზღუდა, ყაზახეთი შეზღუდა, ვიცი ეს დაახლოებით 1 თვის წინ იყო. უბრალოდ გონია რომ უფრო სხვა რაიმე საკითხთან არის საკითხი დაკავშირებული, ვიდრე ასე ვთქვათ, აი ამ დაავადებებს, რომელიც ჩამოთვლილია.
რუსეთში გავრცელებულ ეპიდემიას ეხმაურება კავკასიის გენეტიკას დირექტორი, როგორც გიორგი ხატიაშვილი აღნიშნავს. რუსეთში ეპიდემიის გამო ცოცხალი საქონლის ექსპორტის შეზღუდვა საქართველოში გარკვეულ დეფიციტს შექმნის, თუმცა პროცესი ალტერნატიული ბაზრების ხარჯზე კონტროლირებადია. როგორც ის განმარტავს, ბელარუსიდან მოწოდება შეუფერხებლად გრძელდება. პარალელურად კი იგეგმება მაღალი ხარისხის პირუტყვის შემოყვანა ევროკავშირიდან. კავკასიის გენეტიკას დირექტორის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპრილში ახალ პროექტს აანონსებს, რომელიც მიზნად ისახავს მეცხოველეობის სექტორის მხარდაჭერასა და სანაშენე პირუტყვის შემოყვანის ხელშეწყობას. საქართველო მიბმული იყო რუსეთიდან იმპორტზე, ეს თავის მხრივ გავლენას მოახდენს და შეიძლება დეფიციტი არ გამოიწვიოს, მაგრამ რაღაცა რაოდენობით შემცირდება ცოცხალი საქონლის შემოყვანა. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ალტერნატიული მიწოდების არხები ცოცხალი საქონლისა. ესეთი იყო თავის დროზე უკრაინა და ომის მერე ლოჯისტიკის გამო შეიზღუდა. პარალელურ რეჟიმში ყოველთვის ხდებოდა ბელარუსიდან ასევე ცოცხალი საქონლის შემოყვანა. ბელარუსის არხი შეუზღუდავად მუშაობს. ჩვენთან იყო ბელარუსის სახელმწიფო დელეგაცია და ოფიციალურად დაგვიდასტურეს, რომ არანაირი შეზღუდვა ბელარუსიდან არ იქნება. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, საქართველოში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის იმპორტი კონტროლირებადია. შესაბამისად, დაავადების გავრცელების კუთხით საფრთხე არ არსებობს. თუმცა რუსეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შეფერხებული მოწოდების გამო ფერმერები ხორცის ფასის საშუალოდ 25%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ.